მადლობა, მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო და პირველი შეკითხვა, რომელიც ამ დარბაზში გამიჩნდა, როცა შემოვედი თქვენი მოხსენების დროს, არის შეკითხვა, სად არის მთავრობა. როცა ჩვენ უყურებთ ამ ცარიელ სკამებს, მართლაც გასაკვირია, რომ საქართველოს მთავრობა არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში. ჩვენ დავაფასებთ თქვენი გამოსვლის პირველი ნაწილი, სადაც თქვენ აგვიხსენით ახალი უფლებამოსილებები და განგვიმარტეთ კონსტიტუციის სიახლეები, მაგრამ ის, რომ მთავრობა თქვენ არ გექვემდებარებათ, არ ნიშნავს იმას ნამდვილად, რომ მთავრობა არ უნდა სცემდეს პატივს საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირ გზით არჩეულ პრეზიდენტს და ასეთი გულგრილობით, უყურადღებობით და საერთოდ დაუსწრებლობით გამოხატოს თავის დამოკიდებულება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წინაშე. არ ჩათვალოთ, რომ მე თქვენი პოლიტიკური გულშემატკივარი ვარ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არა, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც უნდა სცე პატივი და საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში არის მოვლენა, სადაც თავი უნდა შეეწუხონ ბატონმა ხადურებმა, ბატონმა ღარიბაშვილებმა, ალასანიებმა, წულუკიანებმა, სხვებმა და აქ უნდა იჯდნენ. არ არის საჭირო ჩაერთონ დისკუსიაში, არ არის საჭირო გამოხატონ პოზიცია, მაგრამ ასეთი ხაზგასმული უპატივცემულობა ნამდვილად არ არის კარგი. პირველი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, არის უკრაინა და რა თქმა უნდა ეს დროშებიც და ყველას განწყობა დარწმუნებული ვარ ამ დარბაზში პირველ რიგში ეხმიანება იმას, რაც ხდება უკრაინაში. და ბატონი ვოლსკი ძალიან სწორ აქცენტებს უსვამდა ხაზს თქვენს გამოსვლაში, მაგრამ ნამდვილად არ არის სწორი აქცენტი, როცა უკრაინაზე საუბრის დროს თქვენ ინარჩუნებთ იმ ტრადიციას, იმ ტაქტიკას, იმ სტრატეგიას, იმ ხედვას და შეხედულებას, რომ არც ერთი სიტყვით არ ახსენებთ რუსეთის დანაშაულებრივ როლს უკრაინის ამბებში. ის აზრით ხდება კიევის ქუჩებში, ის აზრით ხდება ლვოვის ქუჩებში, ის აზრით ხდება უკრაინის ქალაქებში. არის ცივილიზებული კაცობრიობის მთავარი მტრის, დღევანდელი მსოფლიოს მთავარი კიბოსი, თავისუფლების და ცივილიზაციის მტრის, ვლადიმერ პუტინის დამსახურება და მე მგონი ამ დარბაზში ეს ძალიან პირდაპირ და გარკვევით უნდა ითქვას. ის რომ თქვენი ახალი ტაქტიკის, რომელიცაც უყურებთ უკვე ჩვენ წელიწად ნახევარია, ცდილობთ რომ ყვავს არ უწოდოთ ყვავი იმის იმედით, რომ ეს როდესმე ბულბული გახდება, ეს არ არის სწორი ტაქტიკა. გარწმუნებთ, ეს არ არის სწორი ტაქტიკა და რაც უფრო გარკვევით, რაც უფრო თამამად დაუდგებით მხარში თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს, როგორც ისინი დაგვიდგენ თავის დროზე მხარში და როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თბილისის მოედანზე ჩამოსვლით და ჩვენთან ერთად დგომით ომის დროს დაგვიჭირა მხარი, ზუსტად ასეთივე მხარდაჭერა ეკუთვნის დღეს უკრაინელ ხალხს და მე მგონი ეს მხარდაჭერა ძალიან გარკვევით უნდა ითქვას. ბატონი ვოლსკი წინა ხელისუფლების კრიტიკის, ასე ვთქვათ, ვერ გაექცა მაინც ცთუნებას და პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკისას მაინდა-მაინც ბაიდენის გამოსვლა გაიხსენა. თქვენ ადამიანო, ბაიდენს მაინც რო ახსენებთ ჰილარი კლინტონს, ობამას და განსაკუთრებით ბუშს სააკაშვილის კრიტიკის დროს. ის რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია, ის რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ამას სულ სხვა მხარე დაგემოწმებათ, სულ სხვა მხარე ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი, თორე თავისუფალ სამყაროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში სულ სხვა შეფასებაა განვლილ წელიწადს, აქვს შეფასება, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, რა თქმა უნდა იყო შესწავლმებიც, რა თქმა უნდა იყო გადასწავლმებიც და რა თქმა უნდა იყო დანაშაულებიც, მაგრამ ამათი წლის განმავლობაში თქვენ ჩაგბარდათ სახელმწიფო, რომელსაც აქვს განვითარების პერსპექტივა, რომელსაც აქვს წესვის პერსპექტივა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისე როგორც 90% შეთანხმებული ტექსტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინეთ, ასე ყველაფერს არ ჩამოშლით, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობა ქვია და რასაც ქართული სახელმწიფოებრიობა ეფუძნება. თქვენი ამოცანა ამჯერად მხოლოდ ეს არის, რომ არ ჩამოშალოთ ყველაფერი, რაც აქამდე გაკეთებულა. რაც შეეხება იმას თუ რატო არ იმყოფება აქ მთავრობა, რა თქმა უნდა ხვდებით რატომაც არ იმყოფება, იმიტომ რომ მთავრობას ძალიან არ უნდა კონკრეტულ რეალურ პრობლემებზე საუბარი. თქვენ საუბრობთ, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის გაუმჯობესება, მაგალითად მედიის მიმართულებით არის გაუმჯობესება, მაგრამ ასეთი სიტყვით არ გიხსენებიათ, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგმართათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი წამოიწყეთ, სასამართლო თურმე ბევრად უკეთ მოქმედებს და პოლიტიკისგან აბსოლუტურად თავისუფალია და არ გიხსენებიათ, რომ სუსის თანამშრომლები ქალაქის სასამართლოს თანაშემწეს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით იმისთვის, რომ მასზე ინფორმაცია მოეწოდებინათ. თქვენ თქვით, რომ ბევრად თავისუფლებაა და ბევრად დაფასებულია ინდივიდუალური თავისუფლება და
რა თქმა უნდა არ გიხსენებიათ ის რომ ყველაზე დიდ ტელესაკომუნიკაციო კომპანია ჯეოსელში დღეს სახელმწიფო შეჭრილია სწორედ იმიტომ რომ ისედაც გაზრდილი და 25000 გადაჭარბებული მოსმენების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოთ. თქვენ არ გიხსენებიათ რა თქმა უნდა ის რომ Transparency International საუბრობს ათასობით ადამიანი 7000-ზე მეტი ადამიანი პოლიტიკურ ნიშნით გაუშვით სამსახურიდან იმის მაგალითად კონკურსები ჩაგეტარებინათ ნათესაური მეგობრული პრინციპით დააკომპლექტეთ. თქვენ არ საუბრობთ იმაზე რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც საქართველოში არსებობს საუბრობს იმაზე რომ შეგნებულად პოლიტიკური მოტივებით ნადგურდება თვითმმართველობა და როცა თვითმმართველობის უნიშნულეს რეფორმაზე ლაპარაკობთ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენმა ხელისუფლებამ არჩევნების გარეშე თითქმის ყველა რაიონში და რეგიონში საქართველოში არჩევნების გარეშე ზეწოლით, პროკურატურით, პოლიციით, ფინანსური პოლიციით და შანტაჟით გადაიბარა თბილისის საქართველოს თვითმმართველობები, ხოლო თბილისის თვითმმართველობა ღამის პირველ საათზე სასამართლომ დაუსწრებლად პრაქტიკულად გააუქმა და დღესაც არის საუბარი იმაზე და არის მცდელობა იმისა, რომ საერთოდ გაუქმდეს თვითმმართველობა პირდაპირ მმართველობა შემოვიდეს და სწორედ ამიტომ არ ამტკიცებთ ბიუჯეტს. თქვენ არ საუბრობთ, რა თქმა უნდა, იმაზე, რაც არის ყველაზე რთული და ყველაზე მძიმე თემა საქართველოში. თქვენ ზოგადად საუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკურ გუნდს გააჩნია მშვენიერი ხედვა 2000 რაღაცა წლამდე და ისო ეს გუნდი არის კოორდინირებული. კოორდინირებულის, კომპეტენტულის, საქმიანის გარდა საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით მის ეკონომიკურ გუნდს ყველაფერი შეიძლება ეწოდოს. ეს არის მთავრობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად არის. ჩვენ მათყუარებსა და დემაგოგებს გვიწოდებთ და იმის გამო, რომ ვეუბნებოდით, რომ შემცირებულია საქართველოში ბიზნესი, შემცირებულია საქართველოში ეკონომიკა, ცუდად მიდის საქმე, არ მიდის საქმე კარგად და თვითკმაყოფილი ბატონი ხადურის თამადობით საქართველოს მთავრობა პასუხობდა, რომ არა, ყველაფერი მიდის კარგად, ყველაფერი არის დიდებულად, ყველაფერი არის ჩინებულად, აგვისტოს თვემდე. მხოლოდ სექტემბერში მოუწიათ პირველად თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგად ვერ მიდის და შემდგომ უკვე როცა უკვე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის შეფერხებული, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარეს. ბატონი ვულსკი საუბრობდა იმაზე, რომ ადრე როცა იყო ბნელი და უკუნი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ისეთი ხარჯები, რომელიც იყო სრული საშინელება და უბედურება. თქვენ ყაი ხალხო რაღა ხარჯებს მიადექით მართლა მაშინ როცა 170,000-იან მანქანებს ყიდულობენ თქვენი ჩინოვნიკები და როცა თბილისის საკრებულოს უფროსი ვისკს ყიდულობს იმისთვის, რომ თავისთვის კაბინეტში დალიოს ბიუჯეტის ხარჯზე. როცა 20,000-იან პრემიებს იღებენ, თვეში 20,000-იან პრემიებს იღებენ თქვენი მინისტრები. და ხარჯებზე საუბრობთ, სწორედ ბიუჯეტის ფლანგვა, ბიუჯეტის ხარჯზე თვითკმაყოფილება, სწორედ ნეპოტიზმი, სწორედ ნათესავების და არანათესავი ცოლის ნათესავების დასაქმება არის თქვენი მთავარი სტრატეგია, თქვენი მთავარი ნაბიჯები. და ამ ყველაფრის ფონზე ბატონო პრეზიდენტმა აქ რას ისაუბრა, ნამდვილად ცარიელი სიტყვებია. ცარიელი სიტყვებია, იმიტომ რომ რეალობა მიდის აბსოლუტურად სხვაგან. აქ საუბარი მოვისმინეთ აბსოლუტურად სხვა რაღაცეებზე და კარგი იქნება თუ პარამიძის 5 წამი დავუმატეთ. არა, ჩემი 5 წამი დავემატეთ. კარგი იქნება თუ ბატონი პრეზიდენტი ზოგჯერ მაინც დახედავს ხოლმე საქართველოს ნამდვილ ცხოვრებას, რეალობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ სათგზელოებით. დიდი მადლობა.